მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და იმ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ რომ კითხვები რომელიც დაგროვდა და განსაკუთრებით აი ამ ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით ვიცი რომ არის მომეტებული ინტერესი საზოგადოებაში რომ ამ კითხვებზე გიპასუხოთ რაც შეეხება ინიციატივას ამინისტიის შესახებ. ეს არ არის ერთადერთი ინიციატივა რომლითაც ჩვენი ახალი ხელისუფლება, ჩვენი გუნდი აპირებს რომ თავის დაპირებების შესრულება დაიწყოს. ჩვენ წინასაარჩევნოდ შევპირდით მოსახლეობას რომ დავიწყებდით კაცრი სისხლის ამმახის პოლიტიკიდან ჰუმანურ პოლიტიკაზე გადასვლას, სასამართლო სისტემის რეფორმირებას, ან დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას, რეალურად იმ გარანტიების შექმნას, რომელიც ქვეყანაში უზრუნველყოფს, რომ ინსტიტუტები შეიქმნას და არ იმართებოდეს ქვეყანა ერთი ადამიანის სურვილით, როგორც ეს ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამინისტია ეს არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს იმ ადამიანების საზოგადოებაში დაბრუნება, რომელთა ციხეში ყოფნა არ არის გამართლებული არც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, არც კანონის მოთხოვნათა დაცვით, ანუ კანონის პრინციპებიდან გამომდინარე, გულისხმობ რას? პირველი იმას, რომ საქართველოს სამწუხაროდ არის ევროპაში პირველ ადგილას პატიმართა რაოდენობის მიხედვით. ჩვენ ვართ მსოფლიო სამეულში უკვე პატიმართა რაოდენობით და დასაშვების ზღვარი საერთაშორისო სტანდარტით არის 100,000 მოსახლეზე 50, მაქსიმუმ 60 პატიმარი. ჩვენ გვყავს 100,000 მოსახლეობასთან შედარებით დაახლოებით 560-600-მდე პატიმარი, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, მთავრობა დამტკიცდება, ჩვენ დავიწყებთ უკვე აქტიურ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, დავიწყებთ მთავრობის შესაბამის უწყებებთან ერთად, ბუნებრივია აქ უნდა ჩაერთოს იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო და შესაბამის სამოქალაქო საზოგადოება და ერთობლივად ჩვენ სამუშაო ჯგუფს ვქმნით, რომელთან ერთადაც ვიმუშავებთ ამ პროექტზე.